მოგესალმებით სვიფასო მაყურებლებო. ქალაქ ზუგდიდის ნომერი პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლები წარმოგიდგენ სპექტაკლს „მზიანი ცრემლები“. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით. თქვენი მოგზაურებთ სამყაროში, სადაც ცევდიანი იუმორი ყველაზე დიდ სიმართლეს აკეთებს, სადაც სიცილით კივილს მალავს და ბავშვობა ჩვენში რჩება. აქ სიყვარული ჩუმად მოდის, სევდა ღიმილით გვესალმება და სიტყვები გულამდე იაღწევს. გთხოვთ წარმოდგენის განმავლობაში დაუთმოთ ამ ისტორიას სრული ყურადღება და გამორთეთ მობილური ტელეფონები. გმადლობთ. Მე ხუჯერ გადავიცვალე, უკვე და ხუჯერ მომგონი არ ქვეყანას. მე ახლა
სიკვდილის ეშინია, ესე იგი ჭირაკის ხო. ჩემო მერი დროს მე კი არა ცხრაუღელი ხარი ვერ გააჩნია. რასე? ბაბუ ეს რა არის? ეს ბაბუა სოხუმი. ჩემი სოხუმი. იცი ბიჭო რა არის სამშობლო? ვიცი, აბა, ცი. აბა რა არის? სამშობლო რა არის და? ხო რა არის და? აუ, ბაბუ ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ. იცი მაგრამ ვერ ამბობ? ბაბუ სამშობლო ეს ის ადგილია ურომისო და ცისოსხლე აშენებს. ამიტომაც მე სამშობლოდან ადამიანის სიცოცხლისაგან დავმოწმე. ესენი ვინ არიან, ჯმალა ბაბუ? ესენი ბაბუა ჩემი თანაკლასელები არიან. შენ რომელი ხარ? აბა გამოიცი. აი ეს ხარ? აგი მე როგორ ავა? აგი ვაშალომიძეა, ვაშალომიძე, პოეტი. აი კიბა ეს ხარ? არც ეგარო. შეხედე? აი ეს. აი ეს ხარ? ხო, აი ეს.
მოვლიანი, ქალიანი, ცრემლი, მონდის, სიხარულის, მიყვარს ღამე, სიარული, მთელი ღამის უცილოვან, სულფად გადარეული. ისე მოლოსკითონი კარგად აქვს, აწერილი ეთხოვა, ზუია. მოიცა, ლექსი სიყვარულზეაო. სიყვარულზე რატომ არაფერს ამბობ? ჩვენია და ვეგაუქო. ეს ლექსი, ლექსში კი ყველაფერს ვერ იგო. აი, შეიძლება რომ ეს ლექსი ეგრეთ აგიმშვენდეს ერთი. მერე მეორე თუ ლექსი სიყვარულზეა. სიყვარული არ უნდა არსებობს მაინც. უნდა არსებობს ბიჭო, მაგრამ სადა. არა, მოიცა. კაცი რომ უძილოა, გადარებულია გამამედა. შეყვარებულია, აბარა ჩანდობა. გადარებულია, ხამდეს უნდა ეკეთო. მაგ გამოტაყალებ რესტურანტს გაჩვენებულად. გაჯექი ბიჭო, მან გაჯექი. ახლა ბავშვებო, ვის გაქვს კიდევ რამე აზრი? მასწავლებელო. აჯექი. აი მასწავლებელო, ჩახში რომ წერია გვარიანი ღამეაო, ხარია და თოვლია. მაგაზე რას გვექს? გასვექ ვაშალობიძე. ასე ლექსის წერის დროს არ მიფიქრია მასწავლებელი. მალადეც ვაშალობიძე, მალადეც. ბიჭო, ძილო თუ არ კარგად თოვლითუა. ანათი თავზე ლექსია, შედაგელექსება შეუყვადო. ბიჭო, თქვენ ლექსის რა? გამოთქმულებები ხართ სულ. გაუცხრა ხარი. ხურაში. მასწავლებელო, გამომატრონო ლექსი რო დაგიწერე, გამომწინებულები ვერ კი არა, სული როგორ ვიგასე ეს გასაკვირი. გაჯექი. არა ძმაო, შენ რაღაც სხვა უბედურება. აც ლექსის წერას ნაწებინებს კი ვიცი მე. მეც კი ვიცი. გაჯექი. ახლა ბავშვებო, ვის გაქვს კიდევ რამე აზრი? ანთიძე. ვარ, მასწავლებელო. გოგო ქებიცი რომ ხარ და მიცარი რამე. ლექსი საინტერესოა. ცია გოგო საინტერესო. ნიჭია საინტერესო. გოგო. ოჯახს მანულაბარაკო, სამასწავლებელო. გოგო ჯერ შეგვიშენ სალაპარაკო და იგვის ნერეს პაც. ჩემი საქმე ხომ ლექსი საინტერესოა. მასწავლებელო. ადეკი. განსაკუთრებით მასწავლებელო ფინალია დაგადგილე. ფინალია გადადგილებული. აი, გადარეული რომ არის, მაგრამ ბატკვა. ახლა კიდევ ვის გაქვს რამე აზრი? გოგონიძე. რა სიტყვა გოგონიძე? მე? ხო შენ? მე არაფერს მასწავლებელო. რა იყო გოგონიძე არ გაქვს აზრი თუ? ნუ აზრი როგორ არ მაქვს, მაგრამ ამ ლექსზე არა. არა გაქვს? ლექსი უასო არა. კი, ამამავლებელი. ცია გოგო ამაგებებელი. გაბის. დაჯექი გოგო, დაჯექი და რომ გაიხსენებ რითი ამაღლებელი, მერე გითხარია ჩვენ სულ ყველას. ხო, ვაშალობიძე, ისე ბიჭო, ბიბლიაში და თუ იცის ლექსების წერა რომ შეიწყე? არა, ჯერ. ხო, თავისი უბედურება ეყოფა იმ საწოდავს. მასწავლებელო, ეს ჩაჩვი დასამერი რომ გაგუძლებოდა კი ვიცოდი. ჯოგონა მასწავლებელი. ხა, თქვენ სომხეთის ლექსებს ახალგაზრდობაში თუ არ ვსწრებ? თქვი უკვე. წერდი ბიჭო, რა ვარ წერდი. მაგრამ რომ მითხრეს ბიჭო ცუდიაო, დავარებე თავი, მე ყვამდენი ჭკუა. ხო და ავიღებ აი ამ ჩემს ლექსებს და სულ აღარ მოვალ გაფაჩუზე ბატონო. მოვალ და გვაბიჭული. რაიო, რას ქვია ბიჭო გავითურეთ. შენ როგორ ვიქო მიხარი აკალე 5 საათი ყოფნა და შენი შუტურის მოსმენა. ვის გაგვიდა დაწერილი რამე ლექსი? გომროვიძე. აუ, ფინალად გამოდიდა წაგუკითხე ლექსი. რითი ხარ
ესე იგი ჩვენ შორის რა განსხვავებაა? არაფერი. ხოდა გავერთოთ ბავშვები.
მიშველეთ ბიჭო გახლავს. გამოხდი? გოსო, აი ამის ძალია რა. ამის ძალიან შეიძლება ვიმიჯო გამოიწვი. ისე გონია ბერდა, ხო შეყარებული ვარ, ხარ? ვის ეს? ზედა მერის. როჯერ დაგას ვიდა დაგახო ბიჭო მარკვი. ბიჭო მე კი არა, მთელი კლასი ამაზე ლაპარაკობს. ისე თუ გინდა უერთდო ფიქრს. რო ფარდეს მიფიქრობ. შენ სიყვარულის ახლა გაკვეთილის მოყოლა ხო არ გონია? და ნავანო გაკვეთილის მოყოლა ის. ო, არაფერს შევა. აი, შენ ვიცი რა? რამდენიც კი. ბიჭო, რომული ჩემი ნახარ და რაღა დაგიმალ. მიყვარს ბიჭო, მიშველე რაღაც. აბა, ბიჭო, ისე წედოს გაგაწერინე. ვარდიკა აქვს, გამოჩნდეს მუგროლი გამომჩნდა. აიღე? ჩემო უძვირფასი. არა, ჩემო უნეკარესო და უძვირფასი. სიყვარული ეს არის უდიდესი გზნობი, ხო? სიყვარული ახლობს. ყურადღება! გაკვეთილად გეკრებათ იგივე. ედინაშვილის გადაგულება. ბოლო თავი. გაგიხსნათ თავი. აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერების. მე გავიგი არცი ჩემი ყოფიერებისა. მე ავიგი შენ როგორც აპოთეოზ. რა? აპოთეოზ. რა ბიჭო? აპოთეოზი. სულიერი განცდა და ესე ბიჭო, ჩამო. რაშვები ნაკალე! სადიდან წითი წაიგიხეთ ბიჭო! გიშველოთ იქნებ რაღაცა! უყურე ამათ! იგი რაია? ჩემო უნეკარესო და უხვი რაიო? უხვირფასესო. ვაი! რაღაც ზუნახის გარჩევა ვერ გასწავლება შალომიძე. ხეყოფილა კაცოი ბაღანა ფაქიზი. შენ ძალიან უყვარდი მურად. სული მას მეუბნებოდა. მერიო კარგი გოგოაო. მერი ლამაზი გოგოაო. მერისთანა ლამაზი თვალები ქვეყანაზე არავის არ ავსო. მერისთანა ლამაზი გოგო ქვეყანაზე არ დაგისო. მერი ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოა. შენ ხომ გიყვარდა ჩემი მურად. Veri, siga! Shema
უბრალოდ ჩემი უბნის ბიჭები არიან. აუ, ჯამალობა გორხობდა მომაიხო.
თავისუფლად. სარკე იყოს ფიქრო. და მინდა და თვალში რაცხა ჩამივარდებოდა და ამოვიდე. ხატია. რომ იცოდე რა კარგი იქნებოდა ცარო სარკე იყოს. ცალ გურჩია ხატი. ძალიან ლამაზია ხატია ძალიან. სისაფერის გურჩსაფერს ხომ გახსოვს? ლამაზი?
შავი წამწამი, შავი წამი, წაბისფერი თვა, სწორი პატარა ცული, გაბუთული ხელი ტუჩი, თეთრი კბილები, პატარა გვალინი მაღალი ყელები, სუსტად ისეთი ლამაზი, როგორიც შენ ხატია, ისმის. მე მაიმუნი. მე რომ მას უსტადი. შავი ხატი. კიდევ კარგი რომ
ასუკი კიდე იმიტომ არ მიიღებ. ვერავდი. მინდოდა ადგილ, მაგრამ ვერავდი. მე ამ უბნის ხოჩი და ხოჩადი დაუჭირ. არ მინდა მე შენი უბნის ხოჩობა. თავი დამანებ. შენ რო ჩემზე დიდი იყო დაგანებდი, მაგრამ შენ ჩემზე პატარა. ამიტომ ვერ განები. ბაშური ხოჩი არ შეიძლება. ან შენ უნდა ან მე. არ მინდა მე შენი უბნის ხოჩობა. ეგრე არ გამოვა ბიჭო. მინდა ვიჭო. ვიჩუ. ოღონ პატიოს. პატიოს და რას ვიჩუ? არც ეცია. არც ყოკა ჩუჩი არ ჩაერე. გვარი. საქცეულის თემა არ იყო და არძების გილება. ეგრე ეს თუ მოგერიე ხვალი გავეუბნის ბიჭებს ანცან რომლებთანაც დამსვი. აი მერე გავდა გაიგე. სედა მორევას აი რა უშ. იმასაც ბევრი მო. ხვალ მაინც ვცრი. და ვისარგეში ჩაგაფი. მაგარი დასიებული ვარ. მაგის დედავატირე. ადიო. თავისი პეხით მოვიდა. შენ ეს თბილისი ხომ არ გონია? ეხლა იწება ცირკი. ეს მემოგმართავ თქვენ ეზის საკესილის რომის თავისუფალ შვილებს. მე თქვენ მიერ არჩეული ბელადი იანგული ალექსანდრი. თქვენ წინაშე დგანან თბილისელი ხარიტი და მისი დეიდაშვილი. ჩვენი კომის გამყიდველი და სამშობლოს მოგალა. აი ეს ფორტელიანი კომი. ამ თბილისელ გადამხილოს იმის ასვლად რომ ესარგებლა ჩვენი მომართ მოყარეობით, სულოვნებითა და სულგრძელობით ზურს მისაკუთროს ჩვენი თეოლი მიწა. ოქრო, ვერცხლი, ზღვები, მდინარეები, საძოვრები და გაზონები. მაგრამ აი მოჩი რაცანდარობას უნდა ვიჩუბო. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ როგორ ეცდება ხალხსახიანებისგან ეი შენ წკურდელიანი სადი სასტრაფოში დარები და უთხარი რომ 5 წუთში აქ მოვიდე რათა შენ დაინვალიდებული დედაშვილი აქედან წაიყვანო. გე შენ მოგიწევ სასტრაფოთი გადაყვანა. მე ხალხსახიანთან ორი ხელი ჩხოს არ ვიკავ. იგი დღეს ხალი ხელით უნდა გაიყვანოს. ეცია მოდი ხელი შევიკავ. მოარტის. დაიხსენი ხელი და მასე ვიჩუ. ეს შენთან ორი ხელი ჩხოს არ ვიკავ. ეგრე არ მინდა. აი შინიდა მე შინიაკი არა არ მინდა მე. ეჩხუბე თორემ წე ვიჩუბე ვიჩუ. წე წე სენდეთ ბიჭო ხოთა წავე. საწახვეთ პიპკა.
მინდა მე ჩემთვის შენთვის თუ გინდა მეორე კოჩი იყავ არ მინდა აბა ეგრე არ გამოვა ყოველდღე ხო არ მიჩვენ მოდი მაშინ ვაგინოთ და უცხოიგებს ვაგის მაგისი მე მოვირისთავ იანგი ვაწირაკო ჩოჩორ ხორჯო სვიტლია კრეტინო ჩაჩქულისა ოსილისტიან იანგი შენ ბერძენო მემწვანია ბედუზა შენ ვირის მწყემსო აკარი ვიდი ბიჭო ვიდი თორე წაადი ამითო დედაში ადი მედის გინება არ მოხდე აი რა დედავატივი რა გინება იანგი შენი დედავატივი მენე სუინე პროსტიკა საილეკა ჯემო იანგი შენი დედავატივი მენე სუინე პროსტიკა საილეკა ჯემო იანგი შენი დედავატივი მენე სუ იანგი შენი დედავატივი იანგი შენი დედავატივი ნახე კოკა როგორ გაიწვია მორჩა მაგის ხოჭოხო მორჩა კი არა ახლა დაიწყო ეგ როგორ გაჩობა დაის მაშ რატო შეიძლება გუშინი ხაჭემალისა და სად არის მე უთხარი აღარ არის იმიტომ არ შეგაგ ეგ გუში როგორ არ მithქოი შევაწირაკო მე რა ვიცოს იანგული საჭა
ვერ მოერგებდი ხეცა. ახლა ვიდა გრეგული და ეხავე წავედი. არ გინდა ვიმოვე. ვინ მე და შენ ვერ მოერე ვინ? ვერც მე და შენ დავწერე ციცად. ეგეთი ვინ არის? მამაჩი. მამა შენი? ო მამაჩი. ეგრე როგორ გაგიმი? ჩემი ბრალია რა. იმაგრო გადააშო. ეს საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი დომის ბერძნები ელვადაში გუნდები. აჩორის მამაჩი. მერე? მერე არაფერი მე არ მივხვდი, არ მინდა წასვლა. მამა ამბობს რომ იქ მშობლიური მიწა, დიდებული ელვადა. მან პაპათა სისხლი გვეძახის და მოვალენი ვარ და წავიდე. მერე და რატო არ მივხვდი? როგორ აგიხსნა რა. მე დედაჩემი არ მახსოვს. მამა კი მთელი დღე ამ ბოსტანშია საშოვას. მე ვენეციის ზატკეცილზე გავიზარდე ქუჩაში. ჩემი სამშობლო, ჩემი ელა და ჩემი სოხუმი. ვენეციის ზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, შავი ზღვა, ჩემი ვილი, რკინიგზის ხიდი. იდაში. მამა შორის შენ. აიდეა. კი. მაგრამ მე გრადა. ელადოს. ეს მოსვინგებული სიტყვა. სამშობლო რა. და უფრო შეგნა. აღარ ყველაფერი საქმე, კარგი, ძროხა, ვიშკი არავინ იტო. თქვენი ხალხი ვირის ყოლა სამარცინო. არა და ვირი ძალიან საყვარელი ცხოველი. უშა და უწყინა. თონდა იტო. კი, ანგული დავიდო. არ გარაგდურა საქმე. არ გავოდ. ინა ივანოვნას ცხოვერო არ გარ. ხო. მოგეხმარება მის ყოვლას რა. არაფერი. ერთი მუჭა ბალადი. ვიცი ანგული, ვიცი. აპოლონი ვიცი ანგული. მოეფერე ხოლმე რა. მოვეფერე. აი ახლა წავედი გემის საღამოზე. ორჩი დაგელოდე. ვიდო ვიდო. ვიდო, ანგული. ანგული. მერე ბაბუა. სხვა ახალგაზრდა ბიჭის რაოდენობა. просто როდინის ტარავებმა მებადურებმა გამიგო. და როდესაც სილაზე გასულეს იქ მოგანაყოფი და ბიძახის მამის ამოსას. ვერავინ იცნობს. მე ვიცი. როდესაც მის გასულებზე უჯა გამოსული იქნებოდა სიტყვა. კოკა, გული, ჰემა, პეტია, ბიჭებო, საჩხართ!